ახალ გადაცემას უყურა ემახსოვრება, რომ ჩვენი სტუდია ატენის ხეობასა და მისი ისტორიული ძეგლების ნახვას აპირებდა. დღეს ასოციაცია ტონტიოს დახმარებით საშუალება გვაძლევა დავათვალიეროთ და თქვენს გაჩვენოთ ეს ულამაზესი ხეობა. მაშასე წავედით. ატენის ან ტანას ხეობა გორის რაიონში მდებარეობს და მისგან 3 კილომეტრითაა დაშორებული. აქ თავდება შიდა ქართლის ვაკე და იწყება მისი ზეგანი, კლდოვანი მწვერვალებითა და ალპური ბორცვებით. ხეობაში მოედინება მდინარე ტანა, რომელიც სათავეს ჯამჯამასა და საცხენისის ქედზე იღებს. ხეობის სიგრძე დაახლოებით 30 კილომეტრია. იგი მჭიდროდაა დასახლებული ხიდისთავიდან სოფელ ლევიდანამდე. ტანას ხეობიდან გზები გადის მანგლის თრიალეთისაკენ, მესხეთ-ჯავახეთში, ხოლო ძველად გზა გადიოდა ბიზანტიის პროვინციებში, რომელიც დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე მდებარეობს. ატენის ხეობის მშვენიერი ბუნება შეზავებულია მაღალი მთისხევით. ხეობა მდიდარია ტყითა და საძოვრებით. მისი მაღალი მთები დაფარულია ფიჭვისა და ნაძვის ტყით, კალთები ბაღვენახებით. აქაური ღვინო ატენური კი მთელ საქართველოშია განთქმული. ატენის ხეობა თავისი გეოგრაფიული მდებარეობით დიდ როლს ასრულებდა მოსაზღვრე სახელმწიფოებთან პოლიტიკურ-კულტურულ ურთიერთობებში. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 522 წელს სპარსელებმა გააუქმეს იბერიის სამეფო და ქართლის პოლიტიკურმა ცენტრმა მცხეთიდან უფლისციხეში გადმოინაცვლა. ატენის ხეობაზე გადიოდა უმოკლესი გზა ბიზანტიისაკენ. ამასთანავე იგი თავისი ვიწრო და კლდოვანი აგებულებით ბუნებრივი ციხესიმაგრეს წარმოადგენდა. ამ დროიდან ჩნდება ატენის ხეობაში მჭიდრო დასახლება, რასაც ატენის დიდი სიონის მოწმობს, რომელიც მე-7 საუკუნით თარიღდება და რომლის ფართო სივრცე მაშინდელი მლოცველების მრავალრიცხოვანებაზე მიუთითებს. ხეობაში მრავლადაა ისტორიული ძეგლები, ციხე-კოშკები. ამას მალე საკუთარი თვალით ვნახავთ. შემორჩენილია 50-მდე ძველი ეკლესია, რომელთა უმრავლესობა 1920 წლის გორის მიწისძვრის დროს მაგრამ კედლები ჯერ კიდევ მაგრად დგას. ატენის ხეობას მტერი განუწყვეტლივ ეტანებოდა, ამიტომ იგი ციხეებით ყოფილა გამაგრებული. განსაკუთრებით საყურადღებოა ატენის ვერისა და წედისის ციხეები. ამ ციხეების მდებარეობისა და ისტორიული მნიშვნელობის შესახებ ჩვენ მალე ვისაუბრებთ. ატენი ტანას ხეობის ყველაზე დიდი სოფელია. მისი მოსახლეობა 800 კომუნიკაცია აღწევს. წინათ ატენის ხეობის მარჯვენა მხარე მებატონე ერთას ეკუთვნოდა, მარცხენა კი ორბელიანს, რომლისგანაც მამურის ნაწილი წარმოება ზეზემან შეუსყიდია. ზეზემანის წყალობით დაუზეგვრად ნადგურდებოდა ატენის ლამბადი და დრიფასი ტყე. რკინიგზაზე 118 წლამდე მუშაობდა. შემდეგ კი წყალდიდობამ გააფუჭა და გამოუსადეგარი გახადა. ატენი მდიდარია ისტორიული ძეგლებით, თითქმის ყოველ მათგანს უკავშირდება ლეგენდა, რომლებსაც აქაურების შთამომავლებს გადაცემენ. ატენის ზემო გორაკზე არის ხუნგალოს წმინდა გიორგის ძველი სამლოცველო. მის შესახებ ასეთი თქმულება არსებობს. ერთად მას მშობლები პატარაობიდანვე დაეხოცათ. ცალ-ცალკე გაზრდილან, ერთმანეთი არ ცნობებიათ, შემდეგ ერთმანეთს შეხვედრიან და შეჰყარებიათ. ვარს გოგო ცოლად უთხოვიათ, ჯვარი ხუნგალოს ეკლესიაში დაუწერიათ. ამ საქციელის გამო წმინდა გიორგი განრისხებულა და ეკლესია დანგრეულა. ხალხური გადმოცემებით ამ ნანგრევებში ნეფე პატარძალი და მათი მაყარია ჩამარხული. ატენში შემორჩენილი ისტორიული ძეგლებიდან აღსანიშნავია ატენის ძველი ციხე, რომელიც მაღალ და კლდოვან გორაკზეა აგებული. მას ორივე მხრიდან ხევი ჩამოუდის, ერთს აბანოს ხევი ეწოდება, მეორეს კი საცივის ხევი. ატენის ციხე კლდის ქვითაა ნაგები. მას მომრგვალებული ფორმა აქვს, შესასვლელი კარი ჩრდილოეთიდან ყოფილა. ციხეზე ვიწრო ბილიკი ადის, იგი ძალზე დაქანებულია და ასასვლელად საშიში. ციხე 1920 წლამდე კარგად ყოფილა შენახული. ატენის სიონი გარდა იმისა, რომ ქართული არქიტექტურის ერთ-ერთი უნიკალური ნიმუშია, ქრისტიანობის უძველეს კერასაც წარმოადგენს. იგი მე-7 საუკუნის პირველი ნახევრით თარიღდება. დასავლეთის აფსიდის ბარელიეფზე დაცული წარწერის მიხედვით, იგი აშენებული უნდა იყოს ერისმთავარ სტეფანოზის დროს, 629-663 წლებში. ატენის სიონი მაღალხარისხიანი ფრესკული მხატვრობითაა შემკული. იგი 3 პერიოდით თარიღდება.
მე-7 საუკუნის 80-იანი წლების ადრეული ანტიკური მხატვრობის ფრაგმენტებით, მე-9 საუკუნის ფრაგმენტული მხატვრობა და მესამე პერიოდი მე-11 საუკუნის 90-იანი წლებით. ეკლესია ატარებს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელს და მხატვრობაც მის სახელზეა შესრულებული. ესე იგი, ყველაზე მაღლა ატენის ციონში ღვთისმშობლის აპოკრიფი დგას. მრავლადაა სიუჟეტები ძველი და ახალი აღთქმიდან. ეკლესიის დასავლეთის აბსიდის ჩრდილოეთ კალთაზე გამოსახულია საერო პირების პორტრეტები, ანუ ქტიტორები. საქართველოს გამაერთიანებლები ბაგრატ მეოთხე და დავით აღმაშენებელი. ეკლესიაში მრავლადაა ძველი წარწერებიც. გვხვდება ძველი ქართული ანბანის სამივე პერიოდი: ასომთავრული, ნუსხური და მხედრული. არის მრავალენოვანი წარწერები, ძველი ბერძნული, სირიული, არაბული, სპარსული, ებრაული და სლავური ტექსტები. ატენის სიონი, როგორც ვარაუდობენ, 4 მხატვრის მიერ არის მოხატული. მათ უდაოდ ნიჭიერი ფერმწერი უნდა ყოლოდათ განძვანელად, რადგან თავიანთი მიზანი ზედმიწევნით შეუსრულებიათ. ახალი მხატვრობა შედარებით ძველ ხუროთმოძღვრებასთან ჰარმონიულად არის შეხამებული. ფრესკების კონტურის ხაზი ძალზე მოქნილია და ნათლად გამოხატავს ფიგურებს. სახეები გასხივოსნებული ნაკვთებით გამოირჩევა. განსაკუთრებით შთამბეჭდავია ანგელოზის ფიგურა. ძლიერი, მაგრამ მოქნილი მოძრაობა მას განსაკუთრებულ სილამაზეს ანიჭებს. ტაძრის შიგნით დასავლეთის კედელზე მოთავსებულია ასომთავრული წარწერა, რომელიც მოგვითხრობს ბუღას მიერ თბილისის აღებას და ამირა სახაკის მოკლას. ეს წარწერა საკმაოდ ცნობილი წარწერაა საქართველოს ისტორიაში და 853 წლით თარიღდება. ატენში გარდა ამისა რამდენიმე ისტორიული ძეგლია დაცული. მათ შორისაა ღვთისმშობლის მცირე ეკლესია, რომელიც ერისთავი ან სასახლის ეზოშია მოქცეული. მას ჯვრის ფორმა აქვს და ქვითკირითაა ნაშენი. ატენის ეს მცირე გუმბათოვანი ეკლესია წარმოადგენს ატენის სიონის მინიატურულ სახეს. ეს პატარა საყდარი ვერ იტევდა მლოცველებს და მისთვის დარბაზის მიუშენებიათ. წეროსხევი ატენს ეკუთვნის და მისგან 5-6 კილომეტრი არის დაშორებული. აქ-ადრე წეროაშვილებს უცხოვრებდნენ, რომლებიც ეკეთებდნენ ხიდის თავში გადასახლებებს. ბობნევიც ტანას ხეობაშია გაშენებული და იყოფა ორ ნაწილად. ზემო და ქვემო ბობნევად. აქ შემორჩენილი ისტორიული ძეგლები და აღსანიშნავია იოანე ოქროპირის ეკლესია, რომელიც სოფლის თავზე, ტანას მარცხენა ნაპირზეა აშენებული. მთის კალთებზე დაცულია ფრესკული მხატვრობა, რომელსაც აქვს ორი წარწერა, საიდანაც ირკვევა, რომ ეკლესია აუშენებიათ და მოუხატავთ 1693 წელს, იმ დროს ცნობილ საზოგადო მოღვაწეს, დიდმოურავიანის ავტორ იოსებ თბილელს. აქვეა შემორჩენილი მისი პორტრეტული მხატვრობაც. იოსებ თბილელი გიორგი სააკაძის ბიძა იყო. ბობნევი კი სააკაძეების სამკვიდრო ყოფილა. ამის გამო გასაგებია იოსებ თბილელის მზრუნველობა ბობნევის ეკლესიაზე. აქ მთავრდება ჩვენი ცხოვრება ატენის ხეობაში. დროის სიმცირის გამო ვერ ვნახეთ აქ შემორჩენილი ყველა ისტორიული ძეგლი. თუმცა მისი ძირითადი ნაწილის მონახულება ვფიქრობ მაინც შევძელით. ნახვამდის, მომავალ შეხვედრამდე. ატენის სიონის მინიატურულ სახეს. ეს განაგებულებით ბუნებრივი ციხესიმაგრის წარმოადგენდა. მას განსაკუთრებულ სილამაზეს ანიჭებს. არა მას ყელი მას ატენის სიონი, როგორც ვარაუდობენ, 4 მხატვრის მიერ არის